ახლა აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების ეკონომიკურ ასპექტებზე საუბრისას ყველაზე ხშირად ისმის სიტყვები ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე, გაძვირებული და გართულებული გადაზიდვები. რა ვითარება ამ მიწოდების გლობალურ ჯაჭვებში კიდევ ერთხელ მივესალმებით ჩვენი გაცემის სტუმრებს, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემას სტუმრობისთვის. მაშინ ასე დავიწყოთ სამივე თქვენგანი ხართ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ერთგვარად რომ მიტყვამ პულზე გიჭირავთ ხელი, რა ხდება ამ წუთას გადაზიდვისა და მიწოდების ჯაჭვების კუთხით და ძალიან რთული მდგომარეობა, ძალიან ყველას კარგად გვესმის, მაგრამ რა სურათია ამჟამად, ბატონო მიხეილ, თქვენი დავიწყოთ და მე უკვე ვისაუბროთ იმაზე, როგორც წესი ბიზნესი ახერხებთ ხოლმე აი ამ მიწოდების ჯაჭვებში ისე გადაწყობას, რომ საბოლოო ჯამში ეს თუნდაც მტკივნეული პროცესებიდან ყოველ შემთხვევაში მოახერხეთ, რომ მაგალითად ძალიან სამწუხარო პროცესების გათვალისწინებიდან გამომდინარე რუსეთ-უკრაინის ომის მოხსნედლობაში ისე გადაწყობილიყავით, რომ ეს სურათი გარკვეულწილად თქვენთვის შედეგიანად დაგესრულებინათ ბიზნესი მაქვს ზოგადად ხედულობაში. ეხა როგორი სურათი გვაქვს და რას ელით, ამჟამად რა ვითარება და რა მოლოდინები გაქვთ? სამწუხარო რეალობა ის არის, რომ სურათი მძიმეა. ჩაკეტილია სრუტე, ფაქტიურად გალფის მიმართულებით ბუკინგები გაჩერებულია ყველა ხაზის მიერ. ის კონტეინერები, რაც კი გზაში იყო, ისიც კი გაჩერებულია და მოხდა გადმოტვირთა ნაწილი კონტეინერების შუამავალ პორტებში. ეს პირველი და დუბაი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო ჰაბია მთლიანად მთელი რეგიონისთვის, რაც საკმაოდ დიდ წყნეს ახდენს ზოგადად მდგომარეობაზე. თუმცა საქართველოს რო ვთქვათ სასურსათო დეფიციტის თვალსაზრისით ნაკლებად შეეხება, ვინაიდან ჩვენთვის მაინც იყო სხვადასხვა ვთქვათ ლაქშერი და ტექნიკის მომწოდებელი დუბაი და გადამისამართება დავიწყეთ, ვინაიდან ხაზების მხრიდან ხდება კვეთის და ტარიფების, ეს გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით, ერთი რომ გაჭედილი აქვთ გემები და კონტეინერები, რაც დეფიციტს ქმნის გლობალურად. მეორე არის ის, რომ უკვე საწვავის ფასი 40-50% შეადგენს საზღვაო გადაზიდვისას თვითღირებულებაში და მოგეხსენებათ უკვე გაზრდილია საგრძნობლად. თუმცა ერთ-ერთი ალტერნატივა ჩვენ რაზეც აქტიურად ისედაც მუშაობდით, ეს არის შუადერეფნით გატარება უკვე რკინიგზის მეშვეობით კონტეინერების ჩინეთიდან, მაგალითად ერთ-ერთი ალტერნატივა არის. კი ბატონო, თუმცა შუადერეფნის ნაწილს აუცილებლად შევხედები, თვითონ რადგან დუბაის ნაწილი ახსენეთ, იმ ადამიანისთვის, რომელიც აი რამდენი წელია ხო უკვე ამ სექტორში ხართ და პრაქტიკულად თუ ვინმეს შეიძლება აზრი ვკითხოთ ამ ნაწილში ხართ თქვენ, რა შეცვალა ამ პროცესებმა განსაკუთრებით არაბულ სამყაროში, განსაკუთრებით დუბაის შემთხვევაში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც ალბათ არავინ წარმოიდგენდა, რომ ერთხელ შეიძლება ბურჯ ხალიფას გვერდზე ჩამოვარდნილიყო ბომბი და ეს იმდენად წარმოუდგენელ ამბად მიაჩნია იქ არა მხოლოდ იქ ყოფდა დაუშვათ ბიზნეს სექტორს, არამედ ზოგადადაც ვინც არ ვართ იქ აღქმის თვალსაზრისით, ხო? რა ისი ნიშანია ეს ყველაფერი? ანუ ის სტაბილური სამყარო, ის რაღაც ერთგვარი სიმბოლოებით დაინგრა ბიზნესისთვისაც? სამწუხაროდ კი, თუმცა იმედი გვექნება, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში და რეგიონალურ დაძაბულობაში არ გადაიზრდება, თუმცა დღეს მაგალითისთვის 90% იმპორტის და ექსპორტის არაბეთში ხდებოდა ზღვის მეშვეობით, რაც ფაქტიურად ბლოკადაში არის. ერთადერთი საშუალება დღეს აქვთ სახმელეთო გადაზიდვების თვალსაზრისით დაუშვათ მოამარაგონ თავისი ლოგისტიკური ჰაბები, რაც საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა და ისედაც რეგიონი საკმაოდ დაძაბული არის. მეორე მხრივ, რა შესაძლებლობები შეიძლება გახსნა და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. ის რომ ბანდაბას იყენებდნენ საკმაოდ აქტიურად, თუმცა სომხეთი და აზერბაიჯანი და მათ შორის შუა აზიის ქვეყნები, არა რა თქმა უნდა დიდწილად, თუმცა მაინც რამდენიმე მილიონ ტონაზე შეიძლება იყოს საუბარი, ძირითადად თვითნაკადებზე. ეს ბუნებრივად ხდება ამის გადმომისამართება და უახლოეს პერიოდში ამას მოველოდებით. ანუ გადმომისამართება შუადერეფნის არეალში? ვინაიდან დღეს ახლა ნებისმიერი საერთაშორისო დიდი კომპანიისთვის ერთადერთი უსაფრთხო გზა არის შუადერეფნით, ჩრდილოეთში ვიცით რა ხდება და სამხრეთ დერეფანი ფაქტობრივად პარალიზებულია. კი ბატონო, ქაბატონინო, როდესაც მშრალი პორტი იხსნებოდა, ალბათ არ ვარ მხოლოდ მე და ძალიან დიდი მოლოდინი ქონდა ყველას, რომ ეს პორტი ერთგვარად იქცეოდა ამ შუადერეფნის კონტექსტში ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად. მოახერხეთ ამ პროცესების მიღმა, აი ამ მთავარი ფუნქციის შეძენა თუ ათვისება და ეს პროცესები რა ტიპის გავლენას იქონიებს ახლა თქვენს აი ამ პროექტზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აბუ-დაბის პორტი არის ერთ-ერთი თქვენი მთავარი პარტნიორი. მშრალი პორტის პროგრესს რაც შეეხება
მოვახერხეთ დაფუძნება პირველ რიგში როგორც საქართველოსთვის თბილისში სანდო ლოგისტიკურმა ცენტრმა და მთავარი დანიშნულება მაინც ამ ობიექტის ეს არის. თუმცა რა თქმა უნდა მშრალი პორტი წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო ელემენტს მთელ ჯაჭვში შუა დერეფნის უკვე რამდენიმე სხვადასხვა კატეგორიის სატრანზიტო ტვირთმაც გაიარა მშრალი პორტი. ამ კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან რთულია საერთოდ პროგნოზე საუბარი არ არის, ალბათ რაღაცა ჰიპოთეტურ სცენარებზეც რთულია საუბარი. მაგრამ მშრალ პორტზე მოახდენს იმ გავლენას, რა გავლენასაც მოახდენს ზოგადად ლოგისტიკის სექტორზე. უარყოფითი გავლენები უკვე სახეზეა, გაძვირებულია სულ ცოტა, რაც ნათელია სერიოზულად გაძვირდა სატვირთო გადაზიდვების ღირებულება, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, ნაწილი ბატონმა მიხეილმაც ახსენა და ისევ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მოკლევადიანი იქნება თუ გრძელვადიანი იქნება თვითონ კონფლიქტი. მოკლევადიან კონფლიქტსაც გრძელვადიანი შედეგები ახასიათებს, უკვე გამოცდილებითაც ვიცით, რომ რაღაცა ერთკვირიანმა შოკმა შეიძლება 3-4 თვიანი გავლენა მოახდინოს. ფასების ზრდის ტემპი ყოველთვის არის სწრაფი, ნორმალიზება ყოველთვის არის ბევრად უფრო ნელი. ამიტომ გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება და ალბათ გაიზრდება მინიმუმ რკინიგზის გამოყენებით შუა დერეფნის დატვირთულობა, შესაბამისი გავლენა ექნება ეს, რა თქმა უნდა, თბილისის მშრალ პორტზე. შესაბამისი გავლენა ექნება მშრალ პორტზე და მთლიანად ქვეყანას ბუნებრივია, როდესაც შუა დერეფნის ფაში გატარებული ყველა ტვირთი ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სარგებელია. ბატონი მიხეილი საუბრობდა, რომ უკვე დაიწყეს მსხვილმა კომპანიებმა კიდევ ერთხელ ამ ნაწილში დაუშვათ შუა დერეფნის აღქმა. ეს პროცესები იმ ადამიანებს, ვინც აი ამ სექტორში ხართ ჩართული, რა დასკვნის გაკეთების საფუძველს გაძლევთ და თქვენი კოლეგები რამდენად გაიაზრებენ კიდევ ერთხელ ამ დერეფნის მნიშვნელობას შექმნილი ვითარებების გათვალისწინებით, რომელიც ბოლო წლებში სამწუხაროდ არ გვაკლია რეგიონში. გაუტომაია, ჩემი აზრით ცოტა უფრო გლობალურად უნდა შევხედოთ, რაღა უფრო გლობალურად რაც ხდება იმასთან შედარებით, თუმცა ჩვენს ჭრილში, საქართველოს ჭრილში ალბათ უფრო სხვანაირად უნდა შევხედოთ რაღაც ფაქტორებს. დასკვნა არის ერთი, რომ არასდროს ზედმეტი არ არის ინფრასტრუქტურა. ეხლა ჩვენ ყოველთვის ვამბობდით კოლეგებთან ერთად, რომ 22 წელს იმ უბედურებას, რაც უკრაინაში ხდება, როცა დაიწყო და შევხვდით ძალიან მოუმზადებლები ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. გავიდა 4 წელიწადი და ჩვენ არა ვართ არანაირად არათუ ახალ სიტუაციას, ახალ გარემოებებზე ადაპტირებული არა ვართ იმ ბოლომდე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, იმ რეალობასთან ადაპტირებული, რომელიც უკრაინაში იყო შექმნილი. ლოჯისტიკური ჯაჭვები გადალაგდა, ლოჯისტიკურმა ბიზნესმა მოძებნა გარკვეული გამოსავლები. მოვაჭრე მხარეებმა მოძებნეს გარკვეული გამოსავლები, მაგრამ ამას შესაბამისი ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, რასაც ქვია გლობალურად, შეიძლება ითქვას, რომ არ აქვს. ის რომ მშრალი პორტი გაკეთდა ფოთში, თბილისში, ფოთში გარკვეული ინფრასტრუქტურული ობიექტები შეიქმნა. ეს არის და ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ეს შექმნეს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ხდება ეს ყველაფერი, მე ვიცი როგორც ხდება და რამხელა ძალისხმევა ჭირდება ამას, მაგრამ საბოლოო ჯამში გლობალურად რომ ჩვენ ეხლა ვიყოთ ყველაზე მეტად მომზადებულები ამ სიტუაციისთვის, ჩვენ ისევ და ისევ არა ვართ მზად სამწუხაროდ. აი ბატონმა მიხეილმა ბრძანა რა, რომ გადმომისამართება ბანდერაბასის ფაქტორი, როცა მოიხსნება და აღარ იარსებობს ის, რაღაც გარკვეული პერიოდი და უნდა გადმომისამართდეს ჩვენი მიმართულებით, იმიტომ რომ შუა აზიას ძალიან დიდი, ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე დღის უკან, რომ შუა აზია ძალიან დაინტერესებული, როგორც ნაყარი ტვირთის თვალსაზრისით, ისე საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვით. აზერბაიჯანი არაჩვეულებრივად იყენებდა ამ დერეფანს, ამ ნავსადგურს ირანის გავლით, სომხეთიც ნაწილობრივ. საკონტეინერო თვალსაზრისით მოვალთ კი ბატონო, მაგრამ ჩვენ რო შევხედოთ, ფოთის ნავსადგურმა საკუთარი შესაძლებლობების პიკით დაამთავრა
საუკეთესო მაჩვენებლით დაამთავრა შარშანდელი წელი, მოდი ესე ვთქვათ რა. და ჩვენ ნელ-ნელა უახლოვდებით ფოთისა და ბათუმის ნავსადგურების ჯამურად რო ვიანგარიშოთ, იმიტომ რომ ჩვენთვის უახლოვდებით პიკს. თუ ეს ყველაფერი გაგრძელდა და ამას გრძელვადიანი ეფექტი ექნა, არ იმუშავა ორმუზის სრუტემ, არ იმუშავა ბანდერაბასის ნავსადგურმა, შესაბამისად ადრე თუ გვიან მიუხედავად ფასის გაძვირებისა, მიუხედავად ყველაფრისა, ეს გადმომისამართდება გარკვეული ნაწილი. თუმცა და ეს წამოვა გეოგრაფიულ დანიშნულებებსაც აქვს იქ თავისი გავლენა, რა თქმა უნდა. გარკვეული ტვირთი ჩინეთიდან რკინიგზით წამოვა, მაგრამ ის საბოლოო ჯამში მაინც ფოთის ნავსადგურში მოვა. ან ერთი მხრიდან მოვა ფოთის ნავსადგურში, ან მეორე მხრიდან მოვა ფოთის ნავსადგურში. და შესაბამისად, ჩვენ დავდგებით იმ დილემის წინაშე, რომ რაღაც მომენტში რომ ნავსადგურს ამდენი კონტეინერის გადამუშავების საშუალება არ აქვს. რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე ხორბლის გაძვირების პროცესში ჩვენ წლების უკან დავიწყეთ გარკვეული მოძრაობა, ასე ვთქვათ, შუა აზიის და განსაკუთრებით ყაზახეთის ხორბლის წარმოებლებთან, რომ საქართველოში გაჩენილიყო დროებითი საცავები, ასე ვთქვათ, ყაზახური ხორბლის, საიდანაც მოხდებოდა ყაზახური ხორბლის ფოთის პირობით გაყიდვა. გარკვეული მიზეზების გამო ეს არ მოხერხდა და არ მოხერხდა მხოლოდ იმის გამო, მხოლოდ არა გარკვეული მიზეზები იყო, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ დღეს არ გვაქვს ის ინფრასტრუქტურა, რომლითაც ყაზახები დღეს განსაკუთრებულად უფრო იმედიანად ისარგებლებდნენ. ჩვენი სასურსათო უსაფრთხოებაც ხორბლის ნაწილში მეტად დაცული იქნებოდა, იმიტომ რომ გაძვირებული ხორბლის ყიდვა მოგვიწევს ალბათ რაღაც მომენტში. ეხლა კი ჩვენ საცავებში აგვექნებოდა ხორბალი და ხოლო ყაზახური ბიზნესი მეტად დაინტერესებული იქნებოდა. ანუ ჩვენი ბიზნესი, ჩვენ ყველა ვცდილობთ საკუთარი რეალობის ადაპტირებას, საკუთარი ბიზნესების ადაპტირებას იმ რეალობასთან, რომელიც არსებობს. თუმცა გლობალურად ინფრასტრუქტურული მზაობა იმისათვის, რომ მეტი შემოქმედებითობა გამოიჩინოს ბიზნესმა, მეტი რაღაც გადაწყვეტილებები, უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღოს, სამწუხაროდ არ არის. ბატონო მიხეილ, გარკვეული პერიოდის წინ თქვენ გქონდათ გეგმაში დიდი ლოჯისტიკური ცენტრის გაკეთება. რა ეტაპზეა დაუშვათ ეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც შუადერეფნის ფაში ტვირთების გადმომისამართებაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აქ ლოჯისტიკური ცენტრების არსებობას და მშრალი პორტს ამ ნაწილში აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა. ამ პროცესებმა ხომ არ გადაგაფიქრებინათ დაუშვათ ამ ლოჯისტიკურ ცენტრზე უარის თქმა თუ პირიქით კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაგიჩინათ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტად იაქტიუროთ ამ ნაწილში. ინტერესი გაგვიჩინა უხეში ნათქვამ იქნებოდა ჩვენ გეგმას მივყვებით რეალობიდან გამომდინარე. ანუ გეგმა არ შეგიცვლიათ მიუხედავად სიტუაციისა. ეს უკვე მიჩვეულნი ვართ, შეიძლება თქვა დაბადებიდან. ამიტომ შარშან წინ გავუშვით პირველი ლოგისტიკური ცენტრი 12000 ევრო პალეტზე, შარშან გავხსენით 24000 პალეტზე და წელს დავამთავრეთ დაახლოებით 30000 კვადრატულ მეტრამდე, სადაც ასევე წარმატება გვექნება 60000 პალეტი. ეს არის თბილისის შემოვლით გზაზე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან და ასევე ფოთში დავამთავრეთ დაახლოებით 33000 კვადრატია ტერიტორია, როგორც გარე საკონტეინერო მოედანი, ასევე სასაწყობე მეურნეობა A-კლასის. ამიტომ ჩვენ მივყვებით ჩვენ გეგმას, ჩვენ გვჯერა შუადერეფნის, გვჯერა მის პერსპექტივის 22-ში ბევრი სკეპტიციზმი იყო, ეს დროებითი მოვლენა არის, თუმცა დღეს შეგვიძლია ვთქვათ, მერტმაკნას ხვალვე მორჩეს ეს ყველაფერი, ომი არავის არ გვიხარია, რეგიონალური ფაქტორი, რისკი გეოპოლიტიკური საკმაოდ მაღალია, აქვე არის, აგერ ნახიჩევანიც. კი ბატონო. რამდენიმე საათში შეგვიძლია ჩახვიდე მათ, მაგრამ ჩვენ გვჯერა შუადერეფნის მისი პერსპექტივის და აუცილებლად ის იქნება ქვაკუთხედი და სწორედ აღნიშნეთ, რომ ნებისმიერი კონტეინერი, რომელიც გაივლის შუადერეფნით, აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოში. კონტეინერი თუ სატვირთო მანქანა. ხო, აქ ძალიან საინტერესო იყო ამ ნაწილში აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელის, რომელიც თბილისში იმყოფება, პირდაპირ ფორმულირება, რომ საქართველოს და შუადერეფანი ერთი კონტექსტია და რომ საქართველოს და შუადერეფანს აქვს განვითარების კიდევ უფრო დიდი პერსპექტივა აზიიდან ევროპაში ტვირთების მიწოდების კუთხით. რეალურად აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ეხლა რა მოცემულობაშიც ვიმყოფებით, მაგალითად პირობითად რა მოცულობის ტვირთი შეიძლება გადმომისამართეს დამატებით ბუნებრივია, თუ შეგვიძლია ამის თქმა და იგივე ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად რამდენად მზარდ ვართ აი ამ პროცესებისთვის. მზად სამწუხაროდ გარკვეული არტერიერები გვაქვს, სადაც ვიჭედებით, ეს არის ალიატი,
ნაწილობრივ ფოთი, თუმცა ჯერჯერობით ფოთი აუდის სურათი რაც გვაქვს. სასწრაფოდ გჭირდება ანაკლი სპორტი. ანაკლი აქვს გჭირდება, თუმცა ალიაკმაც უნდა გაზარდოს და კურიკმაც, გამტარონ არიანობა, ეს პირველი. დაახლოებითი, ესე ვთქვათ, ანალიტიკური დატა რო ავიღოთ, ალბათ 20-30%-ზე შეიძლება იყოს საუბარი, თუ სამხრეთ დერეფანში იყო, ესე ვთქვათ, შეფერხებები, თუმცა ამის გარდა ისედაც 20-35-ისკენ მოლოდინი იყო გაახლოებით გასამაგების თვითბრუნვის. ეს ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე არის, რომ შუა აზია იღვიძებს, ჩინეთი ანვითარებს განსაკუთრებით შუა დერეფანს და რეალური გეოპოლიტიკა ეს დღეს არ დაიწყო ეს დაძაბულობა, ნუ დაგვავიწყდება და არც გუშინაც სამწუხაროდ ისტორია ხშირად მეორდება და ჩრდილოეთშიც და ახლო აღმოსავლეთში მუდმივად არის კონფლიქტები. შესაბამისად, რაც გუშინ პირობითად იყო ჰაბი, ესე ვთქვათ, და უსაფრთხო დუბაი დაუშვათ, დღეს უკვე ცალსახად არის ჩაკეტილი და მანდ არის მილიონობით კვადრატული მეტრის სასაწყობე მეურნეობები და მულტინაციონალური კომპანიები იყენებდნენ მას როგორც საათივით იყო აწყობილი მთელი ლოგისტიკური ბიზნესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო მათ ეკონომიკაში. სამწუხაროდ დღეს პარალიზებულნი არიან. ეს ყველაფერი იმას გვაჩვენებს, რომ მიკრო დონეზე მაინც უნდა იყოს კლასტერიზაცია, რეგიონალური ჰაბები და ჩვენ დღეს ეს შესაძლებლობა გვაქვს და ეგ ნიშა გვაქვს, რომელიც აუცილებლად უნდა განვავითაროთ. როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს გასში. რამდენად ხედავთ, რომ დაუშვათ ქართული ბიზნესი აი ამას იაზრებს? სახელმწიფოს ნაწილს აუცილებლად ვიკითხავ. ქართული ბიზნესი რამდენად იაზრებს, რომ რეალურად ეხლა რა ეს ბატონი მიხელი საუბრობს, რომ ეს შესაძლებლობა ძალიან კარგი ფრაზა თქვა, მე მჯერა შუა დერეფნის და ჩვენ გვჯერა შუა დერეფნის და ყველა ადამიანი ხო ვინც ამ სტუდიაში მყოფებით, დიახ ჩვენ გვჯერა შუა დერეფნის, ეს არ არის ხმამაღალი ნათქვამი. მაგრამ ბიზნესი ზოგადად რამდენად გააზრებულად და რამდენად სტრუქტურიზებულად ხედავს, რომ შუა დერეფანი ეს არ არის უბრალოდ სიტყვათა წყობა. მე ბევრჯერ გამომიყენებია ეს ფორმულება, რომ შუა დერეფანი არის ამ ქვეყნის ეკონომიკის რეალური ნავთობის, ოქროც და ყველაფერი. რამდენად იაზრებთ ბიზნესი აი ამ თემის მნიშვნელობას? ქალბატონ ბაია, მოდით ახლა აი მიხეილის აზრს გავაგრძელებ და თქვენი კითხვის პასუხად ესეთი მოდით გარკვეულწილად მოდით გავყოთ კლასტერიზაცია მოვახდინოთ ზუსტად გარკვეული მიმართულებების ლოჯისტიკაში. მაშინ ჩვენ მასში როცა მე ვსაუბრობ რომ ჩვენ არ აღმოჩნდით მზად და ყველა ამაში ვეთანხმებით რომ აქ უნდა ვისაუბროთ ორ მიმართულებაზე, რაც არის უშუალოდ შუა დერეფანი და უშუალოდ ტრანზიტი, რასაც გულისხმობს და არის მეორე შიდა მოხმარების ლოჯისტიკური ჯაჭვების უზრუნველყოფა და სრულყოფა. ამ მიმართულებით შიდა მოხმარების ლოჯისტიკური ჯაჭვების უზრუნველყოფასა და სრულყოფაში აი ზუსტად საკმაოდ კარგი წარმატებები გვაქვს. რასაც ახლა ბატონი მიხეილი ამბობს, რასაც ბატონი ნინო ამბობს და ეს ბიზნესები და ეს სასაწყობლო ფართები, რომელიც იქნება თბილისში იქნება ეს თუ ფოთში იქნება, ეს არის ძალიან კარგი ჩვენი ლოჯისტიკის მიწოდების ჯაჭვების უზრუნველყოფისთვის. დათვლილი არის, რომ დაახლოებით მიუხედავად იმისა, რომ ზრდა არის, დაახლოებით 200.000-მდე პალეტ ადგილის დეფიციტი არის დღემდე თბილისში და მადლობა ღმერთს თუ რომ გაგრძელდება ეკონომიკური ზრდა, მოთხოვნა ამაზე კვლავ გაიზრდება და ქართული ლოჯისტიკური ბიზნესი სასაწყობე მეურნეობების მიმართულებით ძალიან აქტიურია და ძალიან ბევრი რამ დღეს როგორც თბილისში, ისე სხვა რეგიონებშიც შენდება და ძალიან მისასალმებელია ეს ბიზნესი რეგიონებში გადის. იმიტომ რომ წლების უკან საქართველოში ერთი, არ მინდა დავასახელო ბრენდი, მხოლოდ ერთი ლოჯისტიკური ცენტრი არსებობდა და ამით იყო შემოფარგლული ყველაფერი და რაც მე ძალიან ხვდებოდა, ეს ჩემი მიმართულება არ არის, მაგრამ სხვა ნორმალურ ჩვენი ზომის დაახლოებით ჩვენი ზომის ეკონომიკებში პატარა ევროპულ ქვეყნებში რომ ვივდიოდით, ყველა ქალაქის გვერდით რაღაც პატარა ლოჯისტიკური ცენტრი, ან პატარა თუ დიდი ლოჯისტიკური ცენტრი არსებობდა. ამ კუთხით ჩვენ, ასე ვთქვათ, ამოვდივართ, ვცდილობთ ფეხს ედავლეთ და ძალიან კარგი მიღწევები გვაქვს. და ამ ხრივ ზუსტად ქართული ბიზნესი ძალიან აქტიურია. რაც შეეხება ფოთში ახალი A-კლასის თუ სხვა სახის საკონტეინერო თუ არასაკონტეინერო ინფრასტრუქტურის გაჩენას ჩვენ უნდა გავაკეთოთ ესეთ რამეზე აქცენტი. კიდევ ყოველ შემთხვევაში ჩემი ხედვა და ნიშნულობა შუა დერეფნისა თავიდანვე როცა შუა დერეფანს ჩვენ ვიწყებდით არის ეს რომ უბრალოდ საქართველოს ტერიტორიაზე კონტეინერის გავლას არ ექნება ის ეფექტი თუ ჩვენ არ შევქმნით აქ დამატებით ღირებულებებს, დამატებით მომსახურებას. საქართველო იყო ყოველთვის რეგიონისთვის და ეხლა მეტად გლობალური რეგიონისთვის, რაც არის შუა აზია, უნდა გახდეს კონტეინერიზაციის ცენტრი.
კი, საკონტეინერო გადაზიდვების განვითარების ეპოქაში ვართ. გარკვეულად შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბუმიც შეიძლება იყოს სარკინიგზო მიმართულებით, თუმცა გადაცემის დრო ამისთვის არ გვეყოფა, რომ ეს ყველაფერი დავასაბუთოთ. შუა აზიაში ყოველთვის ეხლაც არის ყოველდღიურად ვეჩეხები პირადად მე და ყოველთვის იქნება ცარიელი კონტეინერების დეფიციტი და ჩვენ ეს კარგი გაგებით უნდა გამოვიყენოთ და საქართველოში უნდა მოხდეს შუა აზიური ექსპორტისა თუ იმპორტის კონტეინერიზაციის და დეკონტეინერიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა. ამაზე არის საუბარი, რომ ჩვენ შეიძლება ბლოკმატარებელი ფოთიდან ბაქოს დანიშნულებით, ბათუმიდან ბაქოს დანიშნულებით, შემდეგ უკვე კასპიის ზღვის გავლით, ასე ვთქვათ, კარგად შევფუთოთ და კარგად იაროს ამ სერვისმა, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი იმისათვის, რომ უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ შუადერეფნის არსებობიდან ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ მეტი სერვისები უნდა შევქმნათ და ამაში მე ვხედავ, რომ გარდა იმისა, რომ ნაყარ ნაწილში ცალკე უნდა ვისაუბროთ, კონტეინერიზაციის ჰაბად უნდა ვიქცეთ ერთხელ და სამუდამოდ. გვაქვს ქალბატონინო ამის შესაძლებლობა, რომ კონტეინერიზაციის ჰაბად ვიქცეთ და მაგალითად ამ პროცესების გათვალისწინებით რა მოცულობის ტვირთის გადმომისამართებას ელოდებით ამ შემთხვევაში თუნდაც შუადერეფნის კონტექსტში და რამდენად ფიქრობთ, რომ გაგეზრდებათ დაუშვათ იგივე კლიენტურა, ხეშად რომ თქვა, თქვენ შემთხვევაში იმ კომპანიებისა, რომლებიც გადმომისამართებიან შუადერეფაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით. ბატონ ლევანი ძალიან ჩემთვის სახარბიელო საკითხი ხო? თბილისის შვრალ პორტში არის სწორედ ამის შესაძლებლობა ამ სერვისს თავაზობთ ნებისმიერ მომხმარებელს. ჩვენთან შესაძლებელია როგორც თვითონ კონტეინერისთვის სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, პირობითად რკინიგზით კონტეინერი შეიძლება რომ გადავიდეთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ასევე შესაძლებლობა გვაქვს სწორედ კონტეინერიზაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ კონკრეტულად თბილისში. არის ეს სერვისი, უკვე თავაზობთ ამ სერვისს მომხმარებლებს. მომხმარებელი ამას და ძირითადად რა ტიპის კომპანიები იყენებენ ამას? ეს არიან საერთაშორისო კომპანიები თუ მაინც უფრო ქართული ადგილობრივი ბიზნესი იყენებს? თანაბრად ვიტყოდი, თუმცა კონკრეტულად ამ სერვისზე მაღალი მოთხოვნა ამ ეტაპზე არ არის, მაგრამ პროცესის გათვალისწინებით და კონტეინერიზაციის კონტეინერზე მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით აუცილებლად ეს ნაწილი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მომავალში მშრალი პორტის სერვისებში. დღევანდელი მდგომარეობით არსებობს ობიექტი თბილისში, სადაც უახლესი ტექნიკის გამოყენებით მარტივად და უსაფრთხოდ არის შესაძლებელი, რომ პირობითად ვაგონით შემოსული ტვირთი სწრაფად გადაიტვირთოს კონტეინერში და მერე კონტეინერით გაიგზავნოს საზღვაო პორტების მიმართულებით. რაც ამეთანხმებით უნიკალური შესაძლებლობაა არათუ თბილისში, საზღვაო პორტებშიც ნაკლებობა იყო ასეთი სერვისების. იგივე შეიძლება ითქვას პირიქით მიმართულებებზეც. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოსკენ ეს პროცესები, რომელიც ახლა სამწუხაროდ მიმდინარეობს ახლო აღმოსავლეთში, გლობალურად რას ცვლის მთლიანობაში თქვენი სეგმენტისთვის და რას ელით საიდან ვითარდება ეს ვითარება და ამ კონტექსტში ბოლო დღეებში ძალიან ბევრი იყო საუბარი, რამდენად შესაძლებელია რომ ჭრილოეთის დერეფანი, რომელსაც ეხაც გადისტვირთებით, თუმცა სანქციების გათვალისწინებით იქ ძალიან ბევრი პრობლემა და ფაქტორი მუშაობს, რომ ერთგვარად ტვირთი სადღაც უნდა წავიდეს და ტვირთმა რაღაც არეალში უნდა იმოძრაოს. ხო, ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შუადერეფას ამ ნაწილში ვერაფერი ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა და რაც შეიძლება მეტი ტვირთი გადმომისამართება, მაგრამ რამდენად ჩანს ნიშნები იმისა, რომ გლობალურად ეს არსებული სურათი იგივე ჩრდილოეთის დერეფანი კვლავაც აქტუალური გახადოს. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ისეთ რეგიონში ვცხოვრობ და ისეთი ბიზნესი გვაქვს, რომ აქ განჭვეტა 2 და 3 წლის პროგნოზის გაკეთება, ჩემი აზრით ყვილად დროის კარგვა არის. ჩვენ ლაივ რეჟიმში მივყვებით და შეგვეცვალა დამატებით, ესე ვთქვათ, თავსატკივარი გაგვიშთა, იმიტომ რომ გვეძდება ზედნანდები ხარჯები, სადაც ხდება ტვირთების გაჭედვა და ამ პრობლემების მოგვარება გვჭირდება. უახლოესი 1 წელი. ეხლა ბევრი ტვირთი გაქვთ პირობითად ამ არეალში გაჭედილი, ამ შემთხვევაში თქვენი კომპანიის მაგალითზე. ცოტა თადარიგი დავიჭირეთ წინასწარ. ანუ გარკვეულწილად მზად იყავით პროცესებისთვის, ანუ ჩან. კი. სამწუხაროდ დაძაბულობა იყო წინასწარ, განჭვრეტადი და ვეცადეთ რომ მინიმალიზაცია მოგვეხდინებინა. თუმცა რაც შეეხება ჩრდილოეთის დერეფანს, უახლოესი 1 წელი როგორც მინიმუმ არ უჩანს პირი, რომ მაგ მიმართულებით მოხდება გახსნა და განმეორდები, რომ ბიზნესმა შეცვალა მიდგომა
და განსაკუთრებით დიდმა ბიზნესმა, რომ მათ არ ჭირდებათ მხოლოდ იაფი, სწრაფი მარშრუტი, მათ ჭირდებათ სტაბილური, განჭვრეტადი და ნეიტრალური მარშრუტი და დღევანდელ პირობებში ერთადერთი ნეიტრალური და სტაბილური არის შუა დერეფანი, ანუ საქართველოს გავლით. იმდენჯერ თქვით სიტყვა სტაბილური, რომ ანუ სტაბილურობის მნიშვნელობა დიდი მნიშვნელობა გდიახ, ვიდრე სხვა დანარჩენ ფაქტორებს. კი ბატონო, ბატონლებად, ეს პროცესები, რაც ახლა მიმდინარეობს, საბოლოო ჯამში რა ტიპის გლობალურ ეკონომიკას გვაძლევს? თუ რა თქმა უნდა, და იმედი ვიქონიათ, რომ უახლოეს პერიოდში დასრულდება, თუმცა იმის გათვალისწინებით ბოლო ინფორმაციები, რომ პირობითად არ ვარაუდობენ თუნდაც ერთ თვეში ამ პროცესების დასრულებას და მაგალითად იგივე 100 დღეზე ბევრად მეტზეა უკვე ლაპარაკი და ასე შემდგომ. აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რა სურათს ვიღებთ გლობალურ ეკონომიკაში? რა ტიპის სოფლიოში ვცხოვრობთ, ჯერ ეს დავადგინოთ და მე ალბათ იმაზეც გავალთ, რა ტიპის ეკონომიკაზე გავალთ და რა ტიპის ეკონომიკა ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში. აი გავაგრძელებ კოლეგის აზრს, რომ სტაბილურობა საქმე რა შეიცით, დღემდე არიან ადამიანები, რომლებიც ეძებენ იაფიან გზებს. და ამ იაფიანი გზის დათვლა შეიძლება საბოლოო ჯამში კალკულირება და შეთავაზება, მაგრამ რო უდებდა, კი, მაგრამ ეს ხო შეუძლებელია გეუბნებიან და დღეს არის გარკვეული შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ვართ ჩვენ და აქ უკვე სამწუხაროდ, საბედნიეროდ არ ვიცი, გვიხაროდეს თუ წინდეს ეს ყველაფერი, ფასს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. გარკვეულ პერიოდში, ისეთი ვითარება შეიქმნა ისეთი ვითარება, მაშინ რომ თავარია განხორციელდეს ტრანზაქცია, თავარია განხორციელდეს გადაზიდვა, ამან შეიძლება გარკვეულწილად მოხმარების, ფასზე გავლენა მოახდინოს გარკვეულ პროდუქციაზე, მოხმარების საბოლოო ჯამში, საბოლოო მომხმარებლის მხრიდან მოხმარების კლება დაინტერესება გამოიწვიოს და შესაბამისად ამან მე იმოქმედოს იმაზე, რომ ტვირთის მოცულობაც შემცირდეს. განსაკუთრებით, კიდევ ვამბობ, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ ტვირთებს, რომელიც არ არის ყოველდღიური მოხმარების საგნები. საკვები პურს ყოველთვის ვიყიდით, მაგრამ შეიძლება ძალიან ძვირადღირებული რაღაც ნივთი, რომელიც ჩინეთში იწარმოება და ჩინეთიდან გადაზიდვა აუცილებლად გაძვირდება და უკვე გაძვირდა, შეიძლება აღარ შევიძინოთ. ან ვიღაცამ ამაზე ვარი თქვას იმის გამო, რომ ლოჯისტიკა ძალიან გაძვირდა. ჩვენ საქმე იმაშია, რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ ომების გამოცდილება გვაქვს, ჩვენ გვაქვს კოვიდის გამოცდილებაც რა და კოვიდის გამოცდილება კიდე საერთოდ სურეალისტურ გარემოში გვაცხოვრა, განსაკუთრებით პირველი პერიოდი. ყველაზე კარგი გამოცდილება. რაღაც სურეალიზმში ვიყავით, როგორც მინიმუმ ფასებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ის რაც ღირდა, რა ვიცი, ერთი კვირის თუ ორი კვირის უკან 2 და 3000 დოლარი, უცებ გახდა 15 და 20000 დოლარი, მაგრამ ამაზე მოთხოვნა არსებობდა. მაგრამ ეს გადაზიდვა მაინც ხორციელდებოდა. შესაბამისად, ეხლა რაღაცის პროგნოზირება ალბათ არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან და ჩვენ კიდევ ალბათ ჩვენ ყოველთვის საქართველოში უკვე ლოკალურად ყოველთვის გვქონდა და გვაქვს ჩვენი საკეთებელი საქმე. რომ ვაკეთოთ ჩვენი საქმე, ვიყოთ ადაპტირებული და მომზადებულები სიტუაციისთვის, თუმცა ასეთ სიტუაციის განჭვრეტაც ძნელია, თუმცა კიდევ ვიძახი, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა არის პირდაპირ და მისი შესაძლებლობები პირდაპირ არის ასოცირებული ინფრასტრუქტურულ შესაძლებლობებთან. რაც უფრო მეტი ინფრასტრუქტურა იქნება, რაც უფრო თუნდაც აი რაში გვჭირდება, თქვათ პირობითად რაღაც ისეთი, რომელიც ეხლა შეიძლება არ იქნეს ათვისებული მისი შესაძლებლობები. აი 30-50 წლის პერსპექტივაში უნდა იქნებოდეს ინფრასტრუქტურა და ამის კეთება ბიზნესს უჭირს. პირდაპირ გეტყვით. ბიზნესი ფიქრობს ინვესტიციაზე, ფულის დაბრუნების პერიოდზე და იმ დონის ფუფუნება ბიზნესს, რომ აი ეს აკეთოს 30 და 50 წლიანი პერსპექტივით, სამწუხაროდ არ აქვს ჩვენს ბიზნესსა და ესეთი გრძელვადიანი ფული სამწუხაროდ საქართველოში არ არის და სწორედ ამაში არის დღეს სახელმწიფოს და მის მიერ ჩამოყალიბებული სტრატეგიის მნიშვნელობა, რომ ჩვენ ამ გაუგებარ ეკონომიკურ ვითარებაში თუ გაუგებარ პოლიტიკურ ვითარებაში რაღაც ნიშა ვიყოთ. ბიზნეს შეუძლია ეს გარკვეულწილად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ სტაბილურობის ერთგვარი კუნძული.
ვართ და საქმეც მაგაშია რომ ჩვენ იმის ფონზე რომ ჩვენ ვართ სტაბილურობის ერთგვარი კუნძული ამას რო ერთოდეს მეტად ინფრასტრუქტურული გამართულობა ჩვენ ყველაზე მეტად სასურველი და ჩვენთვის ყველაზე მეტად სასურველი პარტნიორებისთვის სასურველი პარტნიორები ვიქნებოდით დღევანდელ დღეს ისეთი ვითარება შეიქმნა. აი ყველაზე აი ესე სკეპტიკურად განწყობილი მომხმარებელიც კი ჩვენსკენ დაიწყებდა და დაიწყებს ალბათ, მაგრამ ინფრასტრუქტურული გამართულობის შემთხვევაში უფრო მეტად წამოვიდოდა ბევრი ტვირთი. უფრო მეტად განმომისამართებოდა ჩრდილოეთიდან ბევრი ტვირთი ჩვენთან. მიუხედავად ყველაფრისა, ჩრდილოეთს საკმაოდ დიდი ტვირთბრუნვა აქვს. კი ბატონო, მათ ექნებათ იქეთ პრობლემები, შემდეგ იქ ბიზნესებს პრობლემები ექნებათ, იქ ფულადი ტრანზაქციების პრობლემები არის, ჩემი ევროპელი მეგობრები აწყდებიან ამ პრობლემებს, მაგრამ მოძრაობს თვითი რაღაც გამოსავლებს მაინც პოულობენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სანქცია. შესაბამისად, მე მაინც იქეთკენ მიმყავს ეს ყველაფერი, რომ ბიზნესი თავის გასაკეთებელს გააკეთებს, მაგრამ ბიზნესს ჭირდება მეტი მხარდაჭერა იმ თვალსაზრისით, რომ თუნდაც მაგალითისთვის ის რომ დღეს მშრალი პორტის პარტნიორია უძლიერესია ალბათ რა ვიცი საოცრად დიდი კომპანია დუბაი პორტი და დუბაი პორტი არ არის მხოლოდ საქართველოში წარმოადგენელი ჩვენს რეგიონში ის ყაზახეთში უშველებელ პროექტებს ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ეწევა კასპიის ზღვაზე გემების ჩაშვებას აპირებენ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ესეც უნდა გამოვიყენოთ მათ უნდა იცოდნენ ეხლა უკვე დუბაი პორტი იქნება თუ სხვა დიდი მსოფლიო მოთამაშეებმა უნდა იცოდნენ როგორ პოზიციონირდება საქართველოს შუა დერეფანში რა აქცენტებზე ვის გაკეთება უნდა და საითკენ მიესალმება ასე ვთქვათ ქართული სახელმწიფო ინვესტიციებს და საითკენ იქნება ხელშეწყობა ზოგადად ბიზნესისთვის. კი ბატონო და ქალბატონინო, გქონდათ პარტნიორებთან საუბარი ამ შემთხვევაში და საინტერესოა დაუშვათ ისინი როგორ აფასებენ ამ შექმნილ ვითარებას და რამდენად ჩანს რომ რეალურად ამ ძალიან რთულ გლობალურ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ თუ ძალიან კრიზისულ სიტუაციაში ერთგვარად ეკონომიკამ თავისი გზა იპოვოს აი ამ საკმაოდ არასტაბილურ გარემოში. დიახ, ნამდვილად არასტაბილურ გარემოში ძალიან რთულია განსაკუთრებით ჩვენნაირი ბიზნესისთვის ადაპტირება, მაგრამ რაღაცა მოქნილობა გვასწავლა მე მგონი ცხოვრებამ. აბუ-დაბი პორტის ყველა ობიექტი, მათ შორის ემირატებში, აგრძელებს ოპერირებას შეუფერხებლად. რა თქმა უნდა, დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებები არის დანერგილი, მაგრამ შეუფერხებლად ოპერირებს, როგორც გითხარით, ემირატებში. აბუ-დაბი პორტის ინტერესი ზოგადად შუა დერეფანში საკმაოდ დიდია და მზარდია. სწორად ახსენა ლევანმა, მათ შორის კასპიის ზღვაზე დამატებითი საკონტეინერო ხომალდების დაყენებას გეგმავს, წარმოებაშია უკვე ეს ხომალდები, რაც თავის გავლენას მოახდენს შუა დერეფნის გამტარუნარიანებაზეც ისევ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ინფრასტრუქტურაზე და მის მნიშვნელოვნებაზე როგორც ქვეყანაში, ისე შუა დერეფანში ბევრი ითქვა უკვე, მაგრამ აუცილებლად უნდა დავამატოთ ადმინისტრაციული სირთულეები, ისევ განსაკუთრებით დერეფნის კონტექსტში, იმიტომ რომ ეს ეხება მეზობელ ქვეყნებს? არა მარტო, ყველა ჩართულ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოსაც და რაღაცა კომპლექსურად ყველა სახელმწიფოს მონაწილეობის და თანაბარი ჩართულობის გარეშე ესეთი მასშტაბური პრობლემები ვერაფრით ვერ მოგვარდება, განსაკუთრებით ადმინისტრაციული პრობლემები. ამიტომ რომ საზღვარზე დაყოვნება ისევ დავუბრუნდებით ფასებს, აისახება ყოველთვის ფასებზე, ყველა დაყოვნება ფასზე აისახება, როცა მომხმარებელმა უპირატესობა მხოლოდ იმის გამო, რომ დროის თვალსაზრისით ბევრად უფრო ხანმოკლე არის ტრანსპორტირება ამ დერეფანში. ბევრი უპირატესობა აქვს შუა დერეფანს, რომელიც უკვე მრავალჯერ, 1000-ჯერ ითქვა და განიხილა, თუმცა გულხელდაკრეფილი ჯდომით და იმის მოლოდინით, რომ გარემო ფაქტორები გარკვეულწილად ხელს კრავს ტვირთს ჩვენსკენ, სტაბილურს ვერაფერს ვოგცემს, მით უმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში. ბევრად წინ შეიძლებოდა რომ ყოფილიყავით დღევანდელი დღისთვის, თუმცა დაგვიანებული, რა თქმა უნდა, არასდროს არ არის და ისევ
თანამშრომლობით მოსაგვარებელი სირთულეები და პრობლემებია. ცალკე აღებული არც ერთი ობიექტი არ არის იზოლირებულად ვერ იარსებებს ამ ბიზნესში. ერთმანეთზე გადაჯაჭვულები ვართ, ხშირად კონკურენტები ისევ თანამშრომლობთ ერთმანეთთან, რომ სიმბიოზია და ეს არის ყველაზე ესეთი მთავარი უკვე მე რამდენად დავწმუნდით, რომ ალტერნატივები და მოქნილობა აუცილებელია და ამ თვალსაზრისით ინფრასტრუქტურასთან ერთად ადმინისტრაციული პროცესების გამარტივება და დროშის შემოკლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ისევ კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ ამ საკმაოდ რთულ პერიოდში განსაკუთრებულად და იმედი ვიქონიათ, რომ რაც შეიძლება მეტი ტვირთი გადმომისამართება. ძალიან მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ეს ძალიან რთული ვითარება ახლო აღმოსავლეთში, თუმცა შუა დერეფნის როლი და მნიშვნელობა ყველაფერმა ერთად პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ძალიან სერიოზული გზავნილია და ამ კუთხით სახელმწიფოსაც და თვითონ თქვენგანსაც ძალიან ბევრი სამუშაო გაქვთ გაწეული და კიდევ დარწმუნებული ვარ, მეც გაწევთ იმისთვის, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ვისაუბროთ, არამედ რეალურად გამოვიყენოთ.